გამარჯობათ. მე მინდა მივმართო ქალბატონებს, რომლებიც Facebook-ზე თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში დიდი მონდომებით ლანძღავენ და უტევენ რუსეთს, მოგვიწოდებენ რაღაც სანქციებისკენ, დაპირისპირებისკენ, ომისკენ, ესეთი გამოთქმა როა ფრთიანი აბა ომი გინდა, ახლა რუსეთს რო აგინებდა სანქციებს გამოუცხადებ და მებრძოლებს გააგზავნე უკრაინაში, ომი იქნება, აბა რა იქნება ახლა 40 კილომეტრში უდგას ტანკი რუსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ირგვლივ ყველა ვაჟკაცია. თქვენი მამები, ძმები, ქმრები, შვილები, არ ვიცი თქვენი ასაკისთან მიხედვით. და აქედან გამომდინარე ისინი წავდნენ საქართველოს დასაცავად. საქართველოში 5 ბრიგადაა თუ არ ვცდები და 1 საარტილერიო ბრიგადაა. ეს არის დაახლოებით 20,000-მდე შეიარაღებული ადამიანი. ეს ჯარი განადგურდება დაახლოებით 2-3 კვირაში. 2-3 კვირის მერე თქვენ უნდა ელოდოთ, რომ თქვენ წიხლით შემოგინგრევენ კარებს. და ვინ დაიცავს მერე თქვენ თავს, ეს უკვე არავინ არ იცის. არავითარი ფრანგი ჯარისკაცი აქ არ ჩამოვა, არავითარი ინგლისელი და ამერიკელი ჯარისკაცი აქ არ ჩამოვა. არც ერთი ევროპელი ჯარისკაცი არ ჩამოვა საქართველოში, საქართველოს დასაცავად. ჩვენ უბრალოდ გაგვანადგურებენ და შემდეგ აქ შემოვა სხვა ხალხი, ის ხალხი, ვინც თქვენ ასე გოიმებივით აგაგდოთ და მოგმართათ აი ანტირუსულ ტალღაზე. ისინი უბრალოდ დასახლდებიან ჩვენ სახლებში, თქვენ ქალბატონებო, გააგრძელებთ უცხო ხალხის გვარებს. თქვენი მომავალი, თქვენი შვილები იქნებიან არაქართული გვარებით. და მე მოგიწოდებთ, რომ ცოტა დაფიქრდეთ ამაზე. ვისთვის და რისთვის აკეთებთ ამას. გაუფრთხილეთ თქვენ შვილებს, თქვენ მეუღლეებს და თავისთავად გაუფრთხილეთ საქართველოს, ხო? მოგებული ომი აუცილებელი არ არის რაღაც დამარცხება ვიღაცის. მოგებული ომი არ დაწყებული ომიც არის. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, გააკეთეთ დონაცია და გვირდებით, რომ თქვენი აზრები უფრო საინტერესო გახდება.